დღეს მე რამდენი დღე არის? რას ვაპირებთ? სად ვართ? სად მივდივართ? დღეს არის მესამე დღე ვართ ართვინში, მივდივართ ოფაში და მე ბათუმში გადავალ საქართველოს მხარეს და მე გავჩერდებით დავისვენებ და დანარჩენ დროს უკვე საქართველოს დაპოლირებას გეგმავთ ქედას შუახევი ხოლო მაგმმართველობით რა და მე გოდერძიზე გადავალ და მე ბორჯომის გავლით გეგმავთ სახში დაბრუნებას. რამე კარუში გავატარეთ. სასტუმროში ულამაზესი ხედებით ქალაქს. აქ ჩვენმა ახლად გაცნობილმა მეგობარმა, სერჰატმა მოგვიყვანა. დარწმუნდა რომ კარგად დავბინავდით. დილით კი ისე მოგვიკითხა და ფინჯან ყავასთან ერთად ისტორიები გავცვალეთ. საოცარია, როგორ შეიძლება შემთხვევით შეხვედრილმა ადამიანმა მოგზაურობა სულ სხვა ფერი შესძინოს. სერჰატს უბრალოდ იგივე მოდელის მოტოციკლი ყავს, ქუჩაში შეგვამჩნია, როცა ჩავუარეთ. მოვიდა ღიმილი და გაგვეცნო. თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ გადაკვეთა ჩვენი გზები. ეს არის ნამდვილი მოგზაურობა. არა მხოლოდ გზები და ლანდშაფტები, არამედ ის წამები, როცა სრულიად უცხო ადამიანები გახდებიან შენი ამბის ნაწილი. ადამიანები, რომლებთანაც ყოველდღიურობაში ვერც კი გადაიკვეთები. აი ასე, დავგეგმავად დაწყებულმა მოგზაურობამ და პირველმა გადადგმულმა ნაბიჯმა მიგვიყვანა ისტორიულ ქართულ მხარეში, ულამაზესი ხედებით, სულიერად დამუხტული ადგილებით და ემოციებით გაჟღენთილი ნაგებობებით. გონებაში მუდმივად ერთი ფრაზა ტრიალებდა: საქართველო, დაბრუნდნენ შენი შვილები. გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, რომ ყოველ ადამიანს, ვინც გზად შეკვდა, ჩვენიან საკუთარ სისხლად აღვიქვამდა. ყველას ჩახუტება გვინდოდა თითქოს წარსულიდან დაბრუნებულ მონაკრებულ ახლობელს ხვდება. და ბოლოს, მადლობა თურქეთის სახელმწიფოს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის. აქ, ამ მხარეში, ჩვენი ფესვები ცოცხლობენ. გზა ყოფასკენ გამოვიდა. გვირაბი გადაკეტილი იყო სარემონტო სამუშაოების გამო და უღელტეხილზე გადასვლა მოგვიწია. My sweet baby looks so. She got me going, yeah, she turns me on. She loves me, yeah, she loves me, and it blows my mind. Yeah, it blows my mind. She's my lover. აქ ცოტა ხანში ისეთ მისილში აღმოვჩნდით, რომ საკუთარი ცხვირის იქით არაფერი ჩქედა.
სამწუხაროდ ამით ისე გაფუჭდა, რომ ხოფაში გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ გზა პირდაპირ ბათუმისკენ გავაგრძელდა. Yeah, it blows my mind. She's my lover. She's my lover. საზღვარი სწრაფად გადავკვეთეთ. სამწუხაროდ უამინდობამ ჩვენი გეგმები შეცვალა. ბათუმში არ დავრჩით და ურეკისკენ გავეშურეთ. ჩამოვედით ურეკში წვიმს და ვცდილობთ რომ ვიპოვოთ რაღაცა სასტუმრო და დღეს არ დავრჩით. ბოლოს შეკვეთილში დავრჩით. იქაც შემთხვევით ერთი ძალიან საინტერესო ადამიანის სახლში აღმოჩნდით. ბატონი მამუკა, დიდი გამოცდილების მქონე მოგზაური, რომელმაც დილით საკუთარი ხელით აწყობილი კემპერის სიამოვნები დაგვათვალიერებინა და სასარგებლო სამოგზაურო რჩევებით არ დაიშურა. კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ჩვენი მოგზაურობა უფრო შინაარსიანი და მრავალფეროვანი გახადა. მომავალი დღეების უამინდობის გამო გადავწყვიტეთ ჩვენი მოგზაურობა აქ დაგვესრულებინა და თბილისისკენ გავეშურეთ. მოგზაურობა მხოლოდ ახალი ადგილების აღმოჩენა არ არის. ეს საკუთარი თავის პოვნის გზაც არის. მაგრამ უმეტესად მნიშვნელოვანი არა ის, თუ სად მივდივართ, არამედ ვინ ყავს გვერდით და ვის შევხვდებით გზად. ოთხი დღე სიარულის შემდეგ ჩამოვედით თბილისში, ავიარეთ ნისლი, წვიმა, სეტყვა, ვარცოფი. ჩამოვედით.